ანა, მოგესალმებით, მივესალმებით ელემაყურებელს. ხო, ფაქტია, რომ ივანიშვილის გარშემო ხულფი ვიწროვდება, მოდი ასე ვთქვათ, ის უკვე სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, საკმაოდ მძიმე ბრალდებებით, მათ შორის რუსული ინტერესების გატარების გამო საქართველოში. ვიცით, რომ მსჯელობა დაწყებულია ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში. გასაგებია, რომ წინასწარ არც ერთი იურისდიქცია, არც ერთი სუვერენული სახელმწიფო არ აცხადებს იმ მისაღებ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც საბოლოო ჯამში ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს და ეს ცნობილი ივანიშვილის გახდება მას შემდეგ, რაც უკვე შემდგარი ფაქტი იქნება და სწორედ აი ამისთვის მზადებას უკავშირდება ივანიშვილის ის პანიკური ნაბიჯები, როდესაც ის ძალიან სწრაფად ცდილობს საქართველოში გადმოიტანოს წლობით ოფშორებში დაგროვებული, ათწლეულების განმავლობაში ოფშორებში დაგროვებული ქონება. რაც შეეხება იულიუს ბაერთან დაკავშირებით და შემდგომ საერთაშორისო მედიების მხრიდან თითქოს თავის შეკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ივანიშვილი ვერ ახერხებს საერთაშორისო მედიაში საკუთარი ჭყალებში ვიტყოთ სიმართლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, არ ვიცი, ესეც ერთგვარად ივანიშვილის პანიკას მაგონებს მე, იმიტომ რომ ივანიშვილი ტყუილის თქმაში არაერთხელ არის შემჩნეული, ამიტომ ახლა მე გამიჭირდება ვამტკიცო, მართლა უთხრეს მას უარი რაიმე ტიპის ინფორმაციის გავრცელებაზე, თუ ის უბრალოდ იტყუება, თუ იმდენად მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდა, რომ სწორედ ამ მოტივით უარი განაცხადეს მედია საშუალებებმა მისი მიერ მიწოდებული ინფორმაციის გავრცელებაზე, მაგრამ ფაქტი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის შემდგარი და ერთი, რომ ივანიშვილს სერიოზული პრობლემები აქვს უკვე თუნდაც დაწესებული ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ როგორც თავად მისი ადვოკატები საუბრობენ, სწორედ ამერიკული სანქციების გამო განაცხადა უარი შვეიცარიულმა ბანკმა მიცეს წვდომა ივანიშვილს საკუთარ ფულად სახსრებზე და შესაბამისად, როგორც უკვე აღნიშნე, ივანიშვილი ძალიან შეშინებული საკუთარი ქონების დაკარგვის პერსპექტივით უკვე ცდილობს, რომ მთელი თავისი ქონება და ყველაფერი თავი მოუყაროს საქართველოში იმ იურისდიქციაში, რომელიც სრულად მიტაცებული აქვს და სრულად დაპატრონებულია თავად ივანიშვილი. ეს არის ძალიან ხშირად ვამბობ ამას, ეს არის დროებითი ღონისძიება. ივანიშვილი ახლა იძულებულია რომ ოფშორებიდან გამოვიდეს, რომ შვეიცარიული ბანკებიდან თანხები გადმოიტანოს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მას აქვს რუსი ოლიგარქების მაგალითი, როდესაც ხდებოდა მათი სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ქონების გაყინვა და ზოგ შემთხვევაში ჩამორთმევა და გასვისებაც კი, ანუ დღეს ივანიშვილს უნდა სამოცანა, რომ უბრალოდ შეინარჩუნოს ფიზიკურად თავისი ქონება და თავისი ფული და ამისთვის ერთადერთი უსაფრთხო იურისდიქცია მისთვის არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ ქართული მიტაცებული სახელმწიფო, სწორედ ამიტომ ერჩის დღეს ის ქართულ საზოგადოებას, სწორედ ამიტომ ძალადობს დღეს ის ქართულ საზოგადოებაზე, რომ საქართველოს წარმოუდგენია როგორც პირადი ქონების საცავი. ირაკლი, სხვათა შორის ჩვენ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვიდრე დაიწყებოდა ეს სანქცირების პროცესი, ჩვენ ქართული ოცნების ლიდერები ყოველდღიურ რეჟიმში გვიმტკიცებდნენ, რომ არანაირი სანქციები არ იქნებოდა და ეს ცხადი არ არის მათი ნააზრევი. ხო, ისინი იმეორებდნენ ივანიშვილის ნათქვამს, ის არ ელოდებოდა ვითარების ასე გამწვავებას, თუმცა ქონდა კიდეც ხო გარკვეული დრო, რომ აი ამ პროცესისთვის მომზადებულიყო, მაგრამ მე რასაც დავაკვირდი, ყველაზე მტკივნეულად აღიქვა მაინც მოსალოდნელი ბრიტანული სანქციები. შესაძლებელია თუ არა, რომ მას რაღაც გარკვეული შიდა ინფორმაცია მქონდეს, რომ ეს პროცესი შეიძლება რეალური იყოს და ეს მას ნამდვილად ძვირად დაუჯდება, იმიტომ რომ ხშირად გვილაპარაკია რეალური ზიანის მიყენება, როგორ არის შესაძლებელი ივანიშვილზე აი ფინანსური თვალსაზრისით, ხომ რას შეუძლია მან გვერდი აუაროს და რას არა. ბრიტანეთის საკითხი საკმაოდ განიცადა, იმიტომ რომ ამის შემდეგ დაიწყო მან კონკრეტული სვლების გაკეთება. მოდით ან ნაწილობრივ დაგეთანხმებით და გეტყვით მე რა ნაწილში არ დაგეთანხმებით. პირველ რიგში ის რომ მის გარემოცვას და საკუთარ ხარდამჭერებს საზოგადოებაში იმ მცირე ნაწილს, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ მას ხარს უჭერდეს, ის ეუბნებოდა, რომ სანქციები არ იქნება, ან თუ იქნება, რომ ეს იქნებოდა ჯილდო და არაფრის შემცვლელი ივანიშვილისთვის, ეს იყო მარტივი ტყუილი.
და ის რომ ტყუილი ორგანული არის ივანიშვილისთვის და მთელ მის არსება თუ ერთი სიტყვით შეიძლება დავახასიათოთ, რომ არის ტყუილი, ამის შეხსენება მე მგონი საზოგადოებისთვის საჭირო არ არის. ეხლა რა ნაწილში არ გეთანხმებით, ემზადებოდა თუ არა ივანიშვილი სანქციებისთვის და ეგონა თუ არა, ანუ რეალურად ეგონა თუ არა, რომ სანქციები არ იქნებოდა. და გეტყვით რომ არა, მე ვფიქრობ, რომ ის გარკვეულწილად ემზადებოდა სანქციებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ატყუებდა საკუთარ თანაგუნდელებსაც და საზოგადოებასაც რომ სანქციები არ იქნებოდა, ის ემზადებოდა ამ სანქციებისთვის, გავიხსენოთ ის, რაც საჯაროდ და ასე ვთქვათ, ზედაპირზე დევს, ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონი, რომელიც ჯერ კიდევ მაისში მიიღო, რომლითაც ოფშორებიდან ქონების გადმოტანაზე, იმპორტის გადასახადი, მოგების და საშემოსავლო გადასახადი და შემდგომ 2030 წლამდე გადმოტანილ ქონებაზე ქონების გადასახადი გააუქმა. ეს ხომ პირადად საკუთარი თავის გაიკეთა და ეს გაიკეთა ზუსტად იმისთვის, რომ სანქციების შემთხვევაში, რომელიც რეალურობაშიც ის დარწმუნებული იყო, მას არ ქონოდა რაიმე ტიპის თანხა გადასახდელი საქართველოს ბიუჯეტში. ანუ ერთის მხრივ სურს თავზე გადაუაროს ამ საზოგადოებას, სურს დაღუპოს ამ საზოგადოების მომავალი, სურს ჩამოშალოს და კრიზისი შექმნას ქართულ ეკონომიკაში და მეორე მხრივ არ სურს ელემენტარული გადასახადების გადახდაც კი. რაც შეეხება რატო ეხლა აკეთებს და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია ივანიშვილში, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ასე ვთქვათ პირდაპირ იურისდიქციაში მას ფაქტობრივად შეიძლება ქონება არც არაფერი არ ქონოდა, განსხვავებით დიდი ბრიტანეთისგან, სადაც ვირჯინიის კუნძულებზე, კაიმანის კუნძულებზე, რომელიც ორივე ბრიტანეთის იურისდიქციაში შედის, მას ძირითადი ქონება სწორედ ამ ოფშორულ ზონებში ქონდა თავმოყრილი, მაგრამ რატო არ გამოვიდა თქვათ თუნდაც იგივე გაზაფხულზე, ხო შეიძლება შემეკითხოთ თუ ემზადებოდა სანქციებისთვის, რატო დროულად არ დაიწყო. არ გამოვიდა, იმიტომ რომ ეს არის ივანიშვილისთვის უკიდურესი ნაბიჯი. ეს არის ივანიშვილისთვის უკიდურესი დისკომფორტი. წარმოგიდგენიათ, ადამიანი ნებისმიერი, აქ არ არის საუბარი მხოლოდ უკანონო ტრანზაქციებზე, რაც ივანიშვილის შემთხვევაში შეიძლება მაღალი ალბათობით უამრავი ხდებოდეს. მათ შორის კანონიერი ტრანზაქციების შემთხვევაშიც კი ოლიგარქების დიდ ნაწილს და მსხვილი კაპიტალის მქონე ადამიანებს, რა თქმა უნდა, ურჩევნიათ, რომ ბიზნესს აკეთებდნენ ოფშორებში დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით, ნაკლები გადასახადები, მეტი კონფიდენციალურობა და მეტი დაცულობა. ანუ წარმოგიდგენიათ, ივანიშვილმა 10 წლეულები, თითქმის 30 წელი საკუთარი მრავალმილიარდიანი კაპიტალი შექმნა და დააგროვა იმ სისტემით და იმ არქიტექტურით, რაც შექმნა ოფშორებში და ახლა მას უწევს ამ ყველაფრის დანგრევა და იქიდან სააშკარაოზე გამოტანა და ქართული იურისდიქციისთვის. ირაკე, ანუ ახლა გამოიყენა ივანიშვილმა რეალურად ის კანონი, რომელიც თავის დროზე მიიღო ოფშორებთან დაკავშირებით, აი რო გახსოვს რუსულ კანონს რო შეუცურა ქვემოდან და რაღაცნაირად მოახერხა, რომ არც ისეთი დიდი რეზონანსის გარეშე მიეღო. ანუ ეს მაინც მზადების ნიშანზე მიუთითებდა, რომ ამ ვერსიასაც განიხილავდა, რომ მას ეს დასჭირდებოდა. აუცილებლად, ანა, აუცილებლად ის ამ ვერსიას განიხილავდა, უფრო მეტიც სავარაუდოდ გაზაფხულის განმავლობაში მას ამ კანონის დახმარებით საქართველოში მაღალი ალბათობით უნდა შემოეტანა ფერწერული ტილოებიც და გადმოეტანა საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიაზე და არ გადაიხადოს ასეულობით მილიონი ლარის თუნდაც ქონების გადასახადი მომდევნო 5 წლის განმავლობაში და ახლაც ის ამ კანონს რა თქმა უნდა იყენებს და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ. ზუსტად მაშინ, როდესაც უკვე აბსოლუტურად რეალური გახდა მისთვის და ამის დამალვა და ამის დაფარვა შეუძლებელია, რომ ის მისი სანქციება შეიძლება ყოველ შეიძლება უკვე დიდმა ბრიტანეთმა პირდაპირ გაგებით სანქციები დაადოს ან ზე, ანუ ძალიან მოახლოვდა. სწორედ აი ამ უკიდურეს მომენტში მან უკვე დაიწყო სიჩქარე და პანიკურად ოფშორებიდან საკუთარი ქონების გადმოტანა. თუ კი ფიზიკურად რაც ქონება გამოსატანი იყო და რასაც დრო ჭირდებოდა, ის უკვე წამოღებული აქვს, ის რისი გადაფორმებაც რეესტრებში ხდება და ქართული სამართალწარმოების პირობებში ერთ დღეშია შესაძლებელი, ვიცით ხომ? ეს მაქსიმალურად ბოლომდე მოიყვანა და ეხლა უკვე ბოლო მომენტი, თავად ივანიშვილი ამას აღიქვავს როგორც ბოლო მომენტს და ბოლო ეტაპს მისი თავისუფლების სანქციებისგან. ხდება რომ უახლოეს მომავალში იქნება სრულად სანქცირებული. ასე რომ ვფიქრობ, რომ შევაჯამო, რომ დიდი ხანია იცის მას შემდეგ, რაც უკვე ღიად
და აგრესიულად ატარებს რუსულ ინტერესებს საქართველოში, მას შემდეგ რაც სწორედ რუსული ინტერესებიდან გამომდინარე ღია და აგრესიულად დაუპირისპირდა დასავლურ სამყაროს და ქართულ საზოგადოებას, ამის შემდეგ მისთვის ცხადი იყო, რა თქმა უნდა, რომ ის გახდება ამ სანქციების ობიექტი და მას შემდეგ ის ამ საკითხისთვის ემზადება, უყოდ ამისთვის მომზადების თუ შეიძლება აი ამ წინადადებასაც დავასრულებ, ამისთვის სრულად მომზადების შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობს, ხო? ეს სანქციებს აწესებენ დასავლეთის ქვეყნები ზუსტად იმიტომ, რომ შეუქმნა უკიდურესად მძიმე ფინანსური და ქონებრივი სიტუაცია და ამას ისინი ახერხებენ, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გადმოგშიად მესმის ეს შეკითხვა, რომ აი თუ გადმოიტანა, ხო არ დააგვიანეს სანქციები. არა, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს საქართველოში გადმოაქვს ეს ქონება, ის ამ ქონებით სარგებლობას და მისგან ფინანსური სარგებლის მიღებას ან საერთოდ ვერ შეძლებს, ან მინიმალურად შეძლებს, იმიტომ რომ ნებისმიერი დაარეზერვებს ნებისმიერ შემთხვევაში სხვა სუბიექტი, ვინც ივანიშვილს ფულს აშოვნინებს, მოდი ასე ვთქვა, მის ქონებიდან გამომდინარე, თავად დადგება სანქციების რისკის ქვეშ. ამიტომ ივანიშვილი ვერც გაყიდის, ვერც იჯარით გაცემს, ვერც ვერაფერს ააშენებს, იმიტომ სამშენებლო კომპანია ვერ მოემსახურება, ფულს ვერ გადარიცხავს, ფულს ვერ მიიღებს და ასე შემდეგ. ანუ მას უბრალოდ იქნება მკვდარი კაპიტალი, მაგრამ ექნება შენარჩუნებული, იმიტომ რომ თუ კი დატოვებდა ამას ოფშორებში, მაშინ იქ შესაძლებელია მას საკუთრებას გაიყინებოდა. ირაკლი, ბოლოს მინდა კითხო ბაჩიაშვილის განცხადებებზე, თუ ქონდა შესაძლებლობა რომ თვალი მიგედებნებინა ივანიშვილის ყოფილი ახლო გარემოცვა ყოველთვის საინტერესოა, რაზე და რა საქმეებზე ლაპარაკობს კონკრეტულად, მათ შორის მასთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილზე თუ რა ტიპის ასე ვთქვათ ბიტკოინების ჩარიცხვას ითხოვდა ის ბაჩიაშვილისგან, რუსთავიორის საქმეზე ძალიან საინტერესო დეტალებზე ლაპარაკობს ბაჩიაშვილი, რომ ზუსტად იცის რა სიხშირით და რა სახის კომუნიკაცია ჰქონდა ივანიშვილს ყველა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან და იცის მისი კონტროლის შესახებ თუ რა სიხშირით იკრიბებოდნენ მათ შორის მასთან პროკურორები და მოსამართლეები. აი ეს ყველაფერი რაზე მიუთითებს, როგორ ფიქრობ და რაღაც ხომ არ შეიძლება რომ კიდევ უფრო მეტი გავიგოთ ჩვენ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ეს პროცესი ხომ არ არის? ბოლო ნაწილით მინდოდა მე თვითონ დამეწყო გულწრფელად რო გითხრათ, ვისურვებდი რა თქმა უნდა, რომ გაცილებით მეტი და გაცილებით სწრაფად მიაწოდოს ინფორმაცია გიორგი საზოგადოებას, თუმცა მას საზოგადოებასთან კომუნიკაციის თავის ფორმა და სტრატეგია აქვს არჩეული და გასაგებია ეს მისი გადასაწყვეტია, რასაც ის უკვე ამბობს, ესეც ძალიან უმძიმესი ბრალდება ივანიშვილის მიმართ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მაგალითად იგივე ბერმუდის სასამართლომ პირდაპირ შეუზღუდა ივანიშვილს მის მიერ მოგებულ $700 მილიონ, თითქმის $700 მილიონ წვდომა, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილს აქვს გადაჭარბებული გავლენა და კონტროლი ქართულ სასამართლო სისტემაზეო და აი აგერ პირველად გიორგისგან ჩვენ ვისმენთ, რომ მოსამართლეები ივანიშვილთან იკრიბებოდნენ და ფაქტობრივად იწყდებოდა იმ მომენტში ქვეყნის დემოკრატიისთვის ფუნდამენტური საკითხი, თავისუფალი მედიის საკითხი, კონკრეტულად კი რუსთავიორის საკითხი. ანუ ეს არის ძალიან კონკრეტული, შემაშფოთებელი, დანაშაულებრივი ფაქტი ივანიშვილის მხრიდან, თუ როგორ აქვს მას სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებული, როგორ ყავს მონურად დამორჩილებული სასამართლო სისტემა და ეს ორივე მხრიდან დანაშაულია. მე ვიტყოდი, მოსამართლეც ჩადის დანაშაულს, რომელიც წინასწარ სხვა მესამე პირთან გადის საკითხებს და ათანხმებს მისაღებ გადაწყვეტილებას და ივანიშვილის მხრიდანაც დანაშაულია, რომელიც თავის თავისუფლებას აძლევს, რომ ასეთი გავლენა ჰქონდეს სასამართლოზე, პროკურორები და ასე შემდეგ. ეს ფაქტობრივად რაღაც ახალი გარემოებაც არის, ხომ შეიძლება მას აქვს თავისი რუსთავიორის საქმეზე. ამას აქვს თავისი სამართლებრივი მნიშვნელობა, დიახ, თავისუფალი პროკურატურის პირობებში ამ საკითხზე ჩატარდება ძალიან სწრაფი და მარტივი, მე ვიტყოდი, გამოცდილება, იმიტომ რომ არის კონკრეტული მოწმე, ვინც თავად არის შემსწრე და მონაწილე ამ საკითხების, არ დაიჯეროთ, რომ რომელიმე მოსამართლე ან პროკურორი ივანიშვილს შეუნახავს ნამუსს, მას შემდეგ რაც ივანიშვილის პატრონობისგან და პატრონობისგან ეს ქვეყანა გათავისუფლდება და ძალიან მარტივად დამტკიცდება, რომ დიახ, ის ფაქტები, რაზედაც გიორგი საუბრობს, მაღალი ალბათობით არის 100%-იანი სიმართლე და ასეთ შემთხვევაში ამას ექნება თავისი სამართლებრივი შედეგებიც, როგორც მონაწილე პირების მიმართ, როგორც აღნიშნე, იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული დანაშაული, რომელსაც ისინი გადიოდნენ, ისე იმ სამართლებრივი პროცესების მიმართ, რაც რუსთავიორის მიმართ განვითარდა. დიდი მადლობა ირაკლი, დაგემშვიდობები. ეს იყო ირაკლი აბესაძე, სწორედ ისაუბრობდა ჩვენს პირდაპირ ეთერში.